მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ნახოთ გაშლა. არის თუ არა მომავალი ამ ადამიანთან. კითხვები როგორც ყოველთვის მზად მაქვს, მოემზადეთ და აქ რა ხდება? აი, კითხვები კი გაქვთ. არ იცით თქვენ რა გელოდებათ. ნუ მოდით ახლა უცბად ვნახავ სიგნიფიკაციას, მოკლე სიგნიფიკაციას გავაკეთებ, რომ თქვენ იცოდეთ, რომ ეს გაშლა არის თქვენი. ნახოთ ახლა რა ხდება ახლა თქვენს შორის. რა ხდება? აქ შემიძლია გითხრათ ვიღაცასთან არის, აქ როგორი სიტუაცია იქნება, всё გეტყვით ახლა, ვისთვის იქნება ეს გაშლა. პირველი ვარიანტი არის ის, რომ შეიძლება თქვენ ახლა გაქვთ ეს ურთიერთობა განახლებული, რაღაცა ეტაპი თქვენ უკვე გამოიარეთ ამ ადამიანთან, ნუ შეიძლება დადიხართ ახლა, გადიხართ რამე ისეთ ზოგი კარმული ურთიერთობა, ზოგი უბრალოდ როგორ არის, იცით, თქვენ უნდა თქვენ გრძნობდეთ თქვენი ინტუიციით, რომ რაღაცა სხვა ეტაპზე გადავდივართ ჩვენ რა. რაღაცა პერიოდი დამთავრდა, მაგრამ აი რა გველოდება ჩვენ შემდეგში არ ვიცი, მაგრამ სიყვარული გაქვთ თქვენ. და მეორე კიდე იქნება ვისთვის ეს გაშლა. ადამიანი თქვენ გაიცანით ვიღაცა ათხალე ადამიანი, მაგრამ აი გაქვთ უკვე მის მიმართ რაღაცა გრძნობა, შეიძლება მანაც გითხრათ თქვენ რაღაცა თავის გრძნობაზე, მაგრამ ჯერ არ იცით თქვენ სად მიგიყვანთ ეს ურთიერთობა რა. ანუ რა იქნება, რა გველოდება ჩვენ ხო ამ ურთიერთობაში. აქ შეიძლება ხო გითხარით სხვადასხვა მომენტები, ეტაპები, შეიძლება ეს ურთიერთობა თქვათ აი მეგობრები იყავით და არის ხშირად ეგეთი, ეს არის მონათესავისულების ურთიერთობა, როცა იყო მეგობრული რაღაცა ურთიერთობა და მე გადაიზარდა, აი სრულიად ასე თქვათ მოულოდნელად, რაღაც ახალში, როცა უკვე რაღაც გრძნობა წამოვიდა გამიგეთ და ამიტომ ეხლა რა თქმა უნდა კითხვები გებადება, ან ეს რა მოხდა, ან როგორ მოხდა, ან ვაფშე რა გველოდება ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში. ნუ ჩვენც ვკითხოთ რა, იმიტომ რომ თქვენ მართლა აქ აი როგორც გითხარით, კი ბატონო, იყო მეგობრული შეიძლება ვიღაცასთან ურთიერთობა, შეიძლება даже აქ ვიღაცასთან სხვაობაც იყოს ასაკში, მაგრამ ადამიანმა უცბად გამოაჩინა სურვილი, რომ თქვათ გადაიყვანოს ეს ურთიერთობა უფრო თქვათ სხვა ასპექტში რა. იყო მეგობარი, გახდა ახლა თქვა რომ აი ხა მიყვარხარ და მინდა რომ ვიყო შენი კაცი. შეიძლება აქ კიდე როგორი მომენტი, კიდე ნახეთ როგორი სიტუაცია კიდე ვისთვის იქნება. თქვენ შეიძლება გქონდათ რაღაცა პერიოდი, ნახეთ, ეს იქნება წერტილოვანი, რა თქმა უნდა სიტუაცია, როცა მე даже ორი ინფორმაცია მოდის ნახეთ ახლა გეტყვით უცბად. ანუ პირველი შეიძლება იყავით გაშორებული და მე ეს თქვენი მამაკაცი თქვა დაბრუნდა და ეხლა რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყო. და კიდე არის აი აქ ეს უკვე საერთოდ ძალიან ცოტა ადამიანი, შეიძლება იყავით ქვრივი, დიდი ხანია თქვათ ახლა შეიძლება даже ერთ წრეში ან გაშორებული ან ქვრივი, ერთ წრეში ტრიალებდით, შეიძლება მეგობრები იყავით და მერე ამ მეგობრობიდან გადაიზარდა თქვენი ურთიერთობა, რომ ამ მამაკაცმა გითხრათ, რომ მე მინდა შენთან სერიოზული ურთიერთობა. აი რამდენიმე სიგნიფიკაცია მოვიდა და აიჭირეთ, ეხლა თუ თქვენია რომელიმე დავიწყოთ, ეხლა ჩვენ უკვე ყველა ვარიანტში ну თქვენთვის იქნება ეს გაშლა, ვინც იცნო თავისი სიტუაცია, ხო? მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. ანუ ნახოთ პირველი რა რეალური პოტენციალი აქვს ამ ურთიერთობას, ხო? ნახოთ ახლა რა გაკავშირებთ თქვენ ახლა, ну ღრმა დონეზე. რა შეიძლება, ну ჩვენ ახლა უარყოფითი კითხვებიც ხო გვინდა, ხო? რომ რა შეიძლება რა უშლის ხელი ამ ურთიერთობის განვითარებას, თქვა, აი რა შეიძლება იყოს, რა დაბრკოლება თუ დაუშვოთ ახალია, ხო უნდა იცოდეთ, თქვა, ან საერთოდ ახლა, ხო? რა შეიძლება შეუშალოს ხელი. შემდეგი აი რა გრძნობები და რა განზრახვები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. არის თუ არა მზად რომ აიღოს პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ხო? რა უნდა გაიგოთ თქვენ აი ამ ურთიერთობაში თქვენს თავზე, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ, კი.
რა მომავალი შესაძლებელი იყოს თქვენ შორის თუ დაუშვოთ თქვენ შეინარჩუნებ აი იმ დინამიკას რაც არის ახლა თქვენ ურთიერთობაში გაგიშიფრებთ ყველაფერს ეს უფრო კითხვები ჩემთვის არის რომ მე უფრო ღრმად ახლა მე არ დამავიწყდეს რა შემდეგი ვნახოთ ახლა რა მოდით ახლა გავაკეთოთ აი ეს შემდეგი კითხვა იყოს ანუ საერთოდ ახლა სად მიდის ეს ურთიერთობა აი ესე ჯობია всё აი გეუბნებით, აქ მოხდა რაღაცა უზომო დიდი ცვლილება თქვენ ცხოვრებაში. აი უკვე даже დასლის ბოლოც მაგას მაჩვენებს რა. აქ იქნება ურთიერთობა როგორ, იცით, რომ თქვენთვის ეს რაც მოხდა, ნახეთ, იმათ, რაღაც თვითონ ეს ენერგია როგორი მოდის, იცით? თითქოს რაღაცა შეიცვალა, ეს იყო რაც მოხდა ელდასავით იყო თქვენთვის. ნახეთ, ზოგმა თქვენ აი ეს ურთიერთობა რო დაიწყო, ან გაგრძელდა, ან რაც თქვი, თქვენთვის იყო ეს, ანუ ძალიან ისეთი პერიოდი, რომელმაც აი თქვათ ახლა აი მე ხოიცეთ რომ ზოგი ქართულად რო ამომივარდება ხოლმე ეს რაღაცები და ეხლა ერთი წამი ეხლა შევალ ქართულ ნაკადში ანუ არის როგორი სიტუაცია იცით როცა რაღაცა პერიოდი დასრულდა და თქვენთვის ეს იყო ძალიან ანუ ისეთი მომენტი რომ განიცადეთ რაღაც სასწაულად რა ვერ იღებდით შეიძლება თქვენ ნახეთ ახლა ზოგისთვის იქნება ინფორმაცია ისეთი რომ იმისათვის რომ თქვენ ისევ მიგიღოთ ეს ურთიერთობა თქვენ აგაიარეთ უდიდესი ტრანსფორმაცია, აი უდიდესი შეიძლება აი даже გქონდათ პერიოდი რომ თქვენ თქვით რომ всё დასრულდა, აღარაფერი აღარ მინდა. მეორე ვარიანტი კიდე აქ არის ისეთი რომ თქვენ შეიძლება ელდასავით გეცათ ეს ინფორმაცია რომ თქვათ ნუ დაუშვათ ადამიანთან მეგობრობდე და უცბად მოვიდა გეუბნება მიყვარხარ სიტყვაზე, ხო? და მინდა შენთან სხვანაირი ურთიერთობა და თქვენ განიცადეთ ეს სიტუაცია ძალიან მტკივნეულად, ძალიან რომ და მიიღეთ როგორც იქნა მიიღეთ ასე რომ ვთქვათ, ხო? ნუ აი ესეთი მომენტი რა. იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ რომ თითქოს რაღაცა, იცით, აი ერთ დღეში რომ შეიცვლება, ვთქვათ, სიტუაცია, აი ეგეთი რა. აი ერთ დღეში რომ თქვენ აი ვერ იღებდით, მაგრამ მაინც აი ეს ნახეთ როგორი სიტუაცია, როცა შენ გრძნობ რომ მე ვერ ვმართავ სიტუაციას, ვერა, აი მე ვამბობ რომ ეს არასოდეს არ მოხდება, მაგრამ რაღაცა ძალები ერევიან და შენ გრძნობ შენს თავს უსუსურად, იმიტომ რომ აი თითქოს აი ასე აი რანაირად რა, მე ხო ვთქვი რომ ეს არ იქნება არასოდეს, მაგრამ მოხდა. გამიგეთ? აი თქვათ რომ აი ძალიან ისეთი მომენტი არის რომ სიტყვაზე მეგობრობენ და მე უცბად თქვათ აი სექსუალური თემა რო ხდება და შენ გაოცებული ხარ რომ აი ეს რანაირად დაუშვი მე ეს ყველაფერი, მაგრამ ამ დროს ეს უნდა მომხდარიყო და იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობა უნდა გადასულიყო სხვა უკვე სიტუაციაზე რა. ნუ იმედი მაქვს რომ აგიხსენეთ რა მე მომწერეთ კომენტარებში. ხო ხედავთ რომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ აგიხსნათ ყველაფერი დაწერილებით. ნახოთ ახლა რა რეალური პოტენციალი აქვს ამ ურთიერთობას. რეალური პოტენციალი არის ის რომ პრინციპში პოტენციალი კი არის, მაგრამ აქ არის იცით როგორი მომენტი შეიძლება მაინც აი ბევრი რამე იქნება აქ დასაფიქრებელი, ბევრი რაღაცა იქნება აქ მოულოდნელი, რატომღაცა ესეთი ინფორმაცია მომდის, ხო? ანუ რა რეალური პოტენციალი, ხანძლიობა არის აქ. ხანძლიობა არის, აქ ბევრი რაღაცების წავა გაკვეთილები, ხო? და გოგოებო თუ ვინმეს გაინტერესებთ, აქ შეიძლება თემა იყოს იმისი, ნახეთ ეს შეიძლება ელდასავით კიდე რატომ მოხდა. შეიძლება ადამიანი, მე აქაც მე მგონი ავღნიშნე, თქვენზე პატარა შეიძლება არის, ზოგისთვის იქნება ეს, ყველასთვის არა, მაგრამ ზოგისთვის იქნება ეს ინფორმაცია. ან პირიქით, თქვენ დიდი ხანი ადამიანს იცნობდეთ, თქვა და ზოგიერთში ბავშვობიდან შეიძლება და იყო თქვენთვის ეს ადამიანი, ნუ პატივს სცემდეთ და უცბად ადამიანი მოვა და გეუბნება მიყვარხარ, ხო ხდებით რა. მაგრამ აქ იქნება პოტენციალი არის, როგორ არა. ნამდვილად იქნება აქ, ნუ ჯერჯერობით მაჩვენებენ, რომ ეს არის შეხვედრების დონეზე რა სიტუაციაზე. აქ მე არ მაჩვენებენ, რომ ეგრევე თქვათ, ახლა ქორწინებაში მიდიხართ, არა. აქ არის მომენტი, რომ შეხვედრები თან ძალიან ისეთი აი
საინტერესო შეხვედრები გექნებათ, მაგრამ ჯერ არის აქ მაჩვენებენ, რომ ნახეთ, არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ ახლა შეიძლება დაუშვათ, დიდი ხანიც რო იყოთ ურთიერთობაში, არის ურთიერთობებში ისეთი პერიოდები, როცა შენ, ნახეთ, რაღაცა იცვლება, აი და გაიხსენეთ ახლა გენს მეგობრებთან საერთოდ, აი ხო არის ეგეთი პერიოდი, რომ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ მერე უცბად რაღაცა ხდება და თითქოს ადამიანი შეიცვალა და ვეღარ ვცნობ, ხო? ეს შეიძლება იყოს დადებითიც, შეიძლება იყოს უარყოფით მხარესაც, ხო? მაგრამ აი აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ პირიქით რა. აქ თითქოს თქვენი მამაკაცი, ნახат, არა აქვს მნიშვნელობა, აღარ დაუბრუნდები სიგნიფიკაციას, მიხვდეთ თქვენ ვიზაც არის ლაპარაკი, თუ უყურებთ აქამდე. შეიცვლება ძალიან, იმიტომ რომ აქ ეს ადამიანი თითქოს დაფიქრდება და დაიწყებს სწავლას. ნახეთ, აი მაგალითად სიტყვაზე ადამიანი არასოდეს არ გჩუქნიდათ საჩუქრებს დავუშვოთ, ხო? და უცბად დაიწყო საჩუქრების ჩუქება და თქვენთვის ახლა ეს არის რაღაცა გაგიკვირდებათ რა. იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი ცვლილება გოგო. აი, იცით როგორი ცვლილება, რომ აი არ ვიცი даже როგორ გითხრათ ახლა რასთან შევადარო, აი საერთოდ რა, რომ აი როცა შენ დაუშვათ დღეს, მოდით ახლა უფრო მიხვდებით, რომ დღეს თქვათ გძინავ საქართველოში, ხვალ უცბად რას და გადახვედეთ თქვათ ამერიკაში, თქვათ ან იტალიაში, ან სადღაც ხარ და უფრო დილა გაგითენდა და ვაიმე სადა ვარ, ხო? აი მაინც ყველაფერი შეცვლილია, საჭმელიც კი დაუშვათ, ყავის გემოთ შეიძლება კი, ხო? აი ეგეთი ცვლილება რაღაც მოხდა, გაიგეთ? აი იმიტომ არის ეს პოტენციალი, რომ აქ ადამიანი რაღაც თითქოს შეცვლის მიდგომას, გამიგეთ, ვისაც თქვათ განახლებული ურთიერთობა, სრულიად მოულოდნელად შეიძლება თქვენ ელოდებოდეთ მისგან რაღაცა ცვლილებებს და ზუსტად აი ეგეთი რაღაც სხვანაირი იქნება, მიხვდებით? რაღაც პროცესი სხვანაირი წავა რა. აი დააკვირდეთ. იმიტომ რომ თქვენ რაღაცები არ მოგწონდეთ, შეიძლება თქვენ даже ზოგმა ულტიმატუმიც უთხარით, დაუშვოთ, ხო, თქვენს პარტნიორს, რომ თუ არ შეიცვლება სიტუაცია, მე არ გავაგრძელებ, თქვათ, ზოგის ესეც, იმიტომ რომ ხმალების დედოფალს შეუძლია ეგეთი რამე. ან დაუშვოთ, აი უცბად დაასრულეთ ურთიერთობა და თქვით, რომ აღარ მინდა არაფერი და ადამიანისთვის იყო ეს ელდასავით და აი იმიტომ წავიდა ეს ცვლილებები, რომ არ მინდა დავკარგო, ამიტომ უნდა ვისწავლო რა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა შევინარჩუნოთ. გამიგეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის და ნახოთ ახლა გაკავშირეთ ახლა ღრმა დონეზე. ღრმა დონეზე, ღმერთო ჩემო, ამაზე ღრმა დონე რა გინდათ ახლა? აქ არის იეროფანტი. აქ ნახეთ, ახლა მე შემიძლია გითხრათ, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ურთიერთობა საბედო, ეს ურთიერთობა უნდა მომხდარიყო ყველა ვარიანტში, აქ სულები ერთმანეთს იცნობენ, აქ თქვენ ტყილა უბრალოდ არ ახართ ერთ-ერთ შეხვედრილი, იმიტომ ეს ახლა რა პოზიციებს მაჩვენებენ, აქ უეჭველია ეს შეხვედრა, უნდა მომხდარიყო იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება მაგრად შეიცვლება, იცოდეთ, ვინც ახლა გაიცანით. თუ ახალი ადამიანი შემოვიდა თქვენთან, იცოდეთ, რომ აქ ძალიან შეიცვლება სიტუაცია თქვენი ცხოვრება, აი ვერ იცნობთ იმ დონეზე. პლუს კიდე ახლა აქ თუ დაუშვათ რამე სხვაობები გაქვთ, იმიტომ რომ იეროფანტი გვაჩვენებს ჩვენ ხშირად, რომ ეს არის სხვაობები. ანუ ეს შეიძლება იყოს ენები, შეიძლება ეროვნება, შეიძლება ასაკი, შეიძლება ფინანსური მდგომარეობა და სოციალური მდგომარეობა, ყველაფერი სხვაობა შეიძლება იყოს აქ. მაგრამ აი ზუსტად ახლა, აი ღრმად რა თქვენ გაკავშირებთ, ზუსტად თქვენ აქ გადიხართ სწავლას. ახლა რო ყველა გავდივართ სწავლას, ახლა ჩვენ დედამიწაზე ყველა არავინ არ მოსულა და აკვირდეთ და ჩვენ მთელი ცხოვრება ან სწავლობთ, ან მუშაობთ, ხო? ანუ სხვადასხვა სფეროებიც რო ავიღოთ, ხო? სამსახურშიც რომ მივიდეთ და რაღაცა ელემენტარული კასირიც რო გახდო, უნდა ისწავლო, როგორ მუშაობს ეს აპარატი. ანუ სულ სწავლობთ რაღაცას, ხო? მომლელადაც რომ მიდიხართ, უნდა ისწავლოთ რა დროს უნდა მისცეს წამალე, რა დროს უნდა გაუკეთოს საჭმელი, როგორ უნდა აჭამოთ, როგორ უნდა გადაატრიალო, ყველაფერი თქვენი სიტუაციები ვიცი. ხო და ამიტომ სულ სწავლობთ. თქვენს აქ გაქვს ახლა ღრმა, ანუ ეს არის даже როგორ არის იცით, აქ ძალიან ღრმა შეხვედრა არის, კი, ძალიან ღრმა შეხვედრა და ამიტომ არის, რომ ისე რა ქვია, ბევრი რაღაც მომენტებს, გაევლით ყველა ვარიანტში ეს არის იმისთვის, რომ არ არის ეს ტყილა უბრალოდ, ახლა შეხვდეთ, ისედაც არ არის, მაგრამ აქ გეუბნეთ, კარმული თემა იქნება უეჭველი აქ.
მაგრამ გააჩნია როგორ. Ну, кай, ახლა ეს არ არის ახლა უკვე წავედი მე როგორც პირად გაშლაში. Так, შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ რა ქვია. ანუ რა შეიძლება შეუშალოს ხელი. Ну, აქ შეიძლება შეუშალოს ხელი, ცოტა მანძილით შეიძლება იყოს, სხვათა შორის. მანძილი შეიძლება იყოს ხელის შემშლელი. კიდე, ნახეთ რა ხდება. ვისაც გააქვთ თქვენ ნახეთ ერთი რამე კიდე, ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია. თუ დაუშვათ ადამიანი, მაგრამ ეს რომელი არ ვიცი, მე მგონი ალბათ შეიძლება მამაკაც შეიძლება ეხებოდეს, იმიტომ რომ გოგო ხა მაინც ყურუმი არის. რა შეგიშალოს შეიძლება ხელი, ნახეთ, თუ ადამიანი არ მიდის განვითარებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ არის გოგო, რომელმაც, ну, ახლა აქ რო უყურებთ თქვენ ამ ვიდეოს. ამ წუთში რო თქვენ ამ წამამდე თქვენ რო ახლა ზიხარ და მისმენთ, ხო? უკვე შემიძლია გითხრათ მე თქვენ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ვითარდება, რომელსაც აინტერესებს უფრო ღრმად გარჩევა, თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა რომელი თემის, ხო? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ახალი ინფორმაცია უკვე გაინტერესებს, თქვენ უკვე ამით იზრდებით და იცვლებით. და თუ დაუშვათ თქვენი პარტნიორი, თქვენ არ მოყვებათ, აი ამ სიტუაციაში ეს შეიძლება შეუშალოს ხელი, რატო? იმიტომ რომ როცა შენ ვითარდები, როცა შენ ახალ რაღაცას სწავლობ და შენი პარტნიორი ოდნავაც არ მოყვება, მე საინტერესო ეს ადამიანი შეიძლება შენთვის აღარ იყოს, გამიგეთ? და უკვე მე არის ალბათობა იმისი, რომ შეიძლება დაკარგო. მაგრამ აქ არის ის მომენტიც, რომ თუ მოყვა ამ ადამიანმა თქვენ და თუ გამოყვება, ხო, თუ როგორ არის? თუ მოყვება, ხო? მაშინ არის იმისი, თქვათ, ალბათობა, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, მაგრამ ცოტა აი ეს რაღაცა ეს სხვაობები, ხო? როცა გოგოს აინტერესებს, ბიჭს არ ესმის. იმიტომ არის ეს გაკვეთილები. გამიგეთ, შეიძლება ეს გაკვეთილები მისთვის იყოს მერე დაუშვათ, რომ მან უნდა გაიზარდოს თქვენთან ურთიერთობაში, რომ თქვენ უეჭველი ვითარდებით, ხა, რადგან აქამდე აგზიხართ რა. და ეს უკვე სხვანაირი დონეზეც გაინტერესებთ ყველაფერი თქვენ, ხო? რა გრძნობები და რა განზრახვები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ? Ну, გითხარით იმპერატორი, ეგრევე აკაც მაჩვენეს სიგნიფიკაციაში იმპერატორი, ანუ ყველა ვარიანტში ადამიანს აქვს თქვენთან სერიოზული განზრახვებიც და ძალიან სერიოზული გრძნობებიც, იმიტომ რომ აქ ადამიანი უკვე ამბობს, რომ ეს ჩემია, ხო, იცით, როცა ყველა ვარიანტში თუნდაც ახლა შეიძლება თქვენ იგრძნობთ, რომ რაღაც უნდა იგრძნოთ მაქსიმალურად ცვლილება გოგოება. უნდა იგრძნოთ, თუ ვერ აგრძნობთ თქვენ რომ უკვე რაღაცა იცვლება, ეს არ იქნება თქვენი გაშლა, იმიტომ რომ აქ ყველაფერი მაჩვენებს, რომ თითქოს ძალიან ისეთი სიტუაცია არის, რა, მაგრამ აი ეს ცოტა მაწუხებს ახს მესამე პოზიცია, მე რა გიშლით ხელს, იმიტომ რომ არა, უფრო ის რაც გითხარით და კიდე ფულის თემა გოგოება, ფულის თემა. იცით რატო? იმიტომ რომ შეიძლება თქვენ არაფერს არ იტყვით ფულზე. ეხლა ნახეთ, იმპერატორად მაჩვენებს თავს. ანუ მე ვარ მზად პასუხისმგებლობის აღების, მაგრამ ხო. აქ როგორი თემაზე იცით, ეხლა გეტყვით. პრინციპში ნახეთ, აქ ფინანსური თემა უნდა თუ არის თქვენთან დაუშვათ რაღაცა ფინანსური თემა, ეს იქნება რა ხელის შემშლელი, იმიტომ რომ შეიძლება თქვათ, ყველასთვის არა, მაგრამ იქნება. თუ დაუშვათ ახლა, მაგრამ აქ იმპერატორად მოდის და რას ფიქრობს იცით? მე ახლა იმპერატორობა კიდე რას ნიშნავს? ხო იცით რომ კაცებმა რო იციან, რომ აი ეს ჩემი ქალია დაუშვათ, всё, მორჩა. ეს ჩემი ქალია და აი მაგაში თუ გამოიხატება იმპერატორობა, მაგრამ შენი ქალი რომ არის,
შენ უნდა გქონდეს კიდევაც უკვე მაგაზე მზრუნველობა, ხო? სხვა დონის მზრუნველობა უნდა გქონდეს, რადგან ეხლა შენ რო იტყვი რომ ეს არის ჩემი ჭიქა, ხო? ჩემია, ხო? ჩემი საკუთარი. ესე იგი მე ეს კიდევაც უნდა გავრეცხო, გავუფრთხილდე, სადღაც ისე დავდო რომ არ გაატყდეს, ხო? რადგან ეს ჩემია. ეს ძალიან ბანალურს გეუბნებით. ამიტომ ზოგს ეხლა ეშლებათ ხოლმე და მარტო ჩემია, მარტო სექსში და დანარჩენი, ხო? ხო და აი აქ არის ზუსტად ეს სიტუაცია, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, ეხლა როგორ შევინარჩუნო ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობას რა შემიძლია გავაკეთო, რომ გავახანძლივო და აქ ძალიან ფულის თემა წავიდა. შეიძლება ამ წუთში მაგას არ აქვს იმდენი, რომ თქვენ თქვათ გაგიკეთოს იმდენი, რაც მას უნდა რომ გაგიკეთოს, მოდით ასე ვთქვათ ზოგადად, ხო? მაგრამ აქ მან დასვა ესეთ როგორი სიტუაცია, რომ თქვა რომ ეს არის ჩემი და მაგრამ გადადის ამ თემაზე, ხო მივხვდეთ ამ ფინანსების თემაზეც რა, რომ უკვე იცის რომ რაღაცა უნდა ჩავდო მე, იმიტომ რომ აქ შეცვლილია სიტუაცია, ხო ხვდებით რა. თუ დაუშვათ ახალი ეს პარტნიორი თქვენი, ესე იგი ეს ადამიანი არის ისეთი რომ თქვენ ხართ ისეთი ქალი მისთვის, ხო, ძვირფასი რომ მან შეიძლება თქვათ კი იფიქროს თავიდან რომ ვერ მოვერევი ძალიან მაგარი ქალია, ხო? იმიტომ რომ თქვენ მიდიხართ რაში, იცით, განვითარებაში და პლუს კიდე თქვენ ხართ უკვე ქალი, რომელიც თავის თავს თვითონ ქმნის და ფულიც გაქვს, ხა მილიარდები არა გაქვთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მათხოვრობთ, გამიგეთ რა ხდება. ხო და ახლა და ამიტომ ან შეცვალა უკვე მიხვდა რომ რაღაცა მეც უნდა გავაკეთო, ხო რომ შევინარჩუნო ეს ურთიერთობა. ან ეგ ისეთი ქალია თუ პირველად არის ახალი ურთიერთობა, რომ უკვე უნდა მე გავაკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ჩავდო რა ამ ურთიერთობაში ფინანსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მამაკაცი ყოველთვის აფასებს მხოლოდ იმას, რაში ძდებს ფინანსს, მატერიალურ სფეროს, ჩვენ სხვანაირად გვიყვარს, იმათ სხვანაირად უყვართ. გამიგეთ, ამიტომ არიან გოგოები ხოლმე რო იტყვიან, მე ახლა ამას ვისავდე და ასე მივწერდე და 15-ჯერ მოვიკითხავდე და აბა გული რო შემტკივდებოდა. არ არიან ეგენი, სხვანაირი, სხვა პლანეტა არის, გამიგეთ, იმათთვის სულ სხვანაირად ესმით სიყვარული, გამიგეთ, ეხლა გრძნობიარება არის ჩვენი ქალების, კაცებსაც კი შეუძლიათ ემპათობა, მაგრამ ეგაც თუ ძალიან აჭარბობს მაგათში თქვათ ეხლა ქალური ენერგიები თუ არის ძალიან და გააჩნია კიდე როგორი დედის გაზრდილი არის ეს ბიჭი, გამიგეთ რა ხდება? აქ ბევრი ნიუანსებია, ძალიან ბევრი ნიუანსები სიყვარულის გამოხატვაში. ეს ადვილი არ არის. ჩვენ როგორც ვართ ეხლა Facebook-ის სიყვარულს რო ვიძახი ხოლმე, ეგრე არ არის. არის ბევრი ნიუანსები, დამიჯერეთ რა და რომ ნუაყვებით ხოლმე ამ ციტატებს და რაღაცებს რა. ძალიან აქვთ ხო თქვენი პარტნიორი ინდივიდუალურია, მაგნაირი მეორე არ არსებობს და თქვენი ამოცანა არის რომ მასთან ნახოთ თქვენ მიდგომა, მისი გასაღები იპოვოთ, როგორც მან უნდა იპოვოს თქვენი გასაღები, რასაც ეს ადამიანი პრინციპში ახლა უკვე შეეცდება. გამიგეთ რა ხდება? იცოდეთ. შემდეგი მეხუთე პოზიციაში გვაქვს, ანუ მზად არის თუ არა ხო პასუხისმგებლობაზე გიგვითხრა? კი. აქ როგორი სიტუაცია ნახეთ? აქაც არის პაჟი, მაპატიეთ ცოტა გაცილებული ვარ. აქაც არის პაჟი იმის სიხმალების, აქაც მზად არის თუ არა შევეცდები. გამიგეთ? შევეცდები არის აქ უკვე, იმიტომ რომ აქაც წამოვიდა როგორი ენერგია, შეიძლება არ ვიცი როგორ შევინარჩუნო, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად, რაც შემიძლია ჩავდო, გააჩნია ყველას კიდე პოტენციალი, ხო? აქ არის თუ არა აიღოს, სწავლობს გოგოებო. სწავლობს ეს ადამიანი და სწავლობს როგორ, იცით, იმიტომ რომ შეიძლება სწავლობს. კი, უეჭველი. აქ ნახეთ, ძველი გამოცდილებიდანაც სწავლობს და ანუ ახალი როგორ უნდა გავანახოთ, რომ ადრე შეიძლება ეს ადამიანი არ აკეთებდა, არ თვლიდა, ეს უკვე სხვა მიზეზები რატო და როგორ და რატო არ აკეთებდა. აქ მე გეუბნეთ უეჭველი ეს ადამიანი ეხლა ძალიან ბევრს ფიქრობს შეცდომებზე, რომელიც ჰქონდა გაკეთებული წარსულში და ეხლა უკვე ცდილობს სხვანაირად დაიწყოს ურთიერთობა. აქ არის უეჭველი, იმიტომ რომ ქმედება, იმიტომ რომ სწავლობს ძველ შეცდომებზე ეს ადამიანი. კი, უეჭველი. გითხრე მართალი ვარ თუ არა? გიო მითხრეს. კი. სწავლობს. იმიტომ რომ იცით როგორ არის? აი ვინცაც ვისი ურთიერთობაც განახლდა,
აქ არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის, ხო? კიდე ახლა ყველას თავისი მოხდა რაღაცა, ხო? მაგრამ თითქოს აი რო იტყვის კაცი უკვე ჩემი ნახეთ, შეიძლება გქონდეთ შეხვედრები თქვა, ხო? ან შეიძლება даже თქვა ცხოვრობდით რაღაც მომენტები, თქვა ერთად, სხვადასხვა თემა. მაგრამ არ გრძნობდა პასუხისმგებლობას, რომ მივდივარ, გამიგეთ რაღაცა ეგეთი თემა. მაგრამ მე უცბად თქვა ამ ადამიანმა რაღაცა მოხდა აქ, ხო გითხარით ელდასავით მოხდა აქ სიტუაცია, ეხლა აი даже განახეთ თქვენ, ნახეთ როგორი პოზიცია შეხედეთ, ეხლა ვინც ჩემი ბანკი გაიგებთ, ჩემი მოსწავლეები რა ხდება, ხო მივხვდეთ ეხლა რატომ ამას მივხვდებოდეთ თქვენ. და აქ რაღაცა ისეთი მომენტი მოხდა, ხო რომ ის რა ქვია, აი მაგან მიიყვანა, შეიძლება ჩხუბი გქონდათ, შეიძლება გაშორდით, შეიძლება პაუზები, რა ვიცი 1000 მილიონი რაღაცა მომენტები, სადაც მაგას გქონდა საშუალება, რომ დაფიქრებულიყო, რომ არ შეიძლება მასე, არა, ეს უკვე ჩემია, ჩემი თუ არა, კაცურობა ჩართო, მიხვდეთ, იმიტომ რომ იმპერატორად მოდის ადამიანი. აქ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი არის სიტუაცია რა, იცოდე, დააკვირდეთ. შეიძლება არ იყოს ეს ასე უცბად ახლა თქვა შეიძლება, არა. შეიძლება პატარა ნაბიჯებით, მაგრამ იქნება ცვლილებები, დაინახავთ თქვენ. ვნახოთ ახლა ჩვენ, так, შემდეგი აქაც კიდე მაქვს. თქვენს თავზე უნდა თქვენ რა გაიგოთ აქ. თქვენს თავზე რა უნდა გაიგოთ თქვენ აქ. თქვენ თავზე რა უნდა გაიგოთ თქვენ აქ. ერთი წამით მოიცადეთ აქ ცოტა დამაფიქრებინა. დალიეს ყავაჯერ. მე ხოიცი ზერელად არ მიყვარს. ცოტა რაღაცა მინდა შევიდე არკანში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის, იცით, თქვენს თავზე რა უნდა გაიგოთ ამ კავშირში. всё. თქვენი ფასი პირველ რიგში ნახეთ. თქვენი ფასი. არ მოიქცეთ ისე, როგორც ადრე იქცეოდეთ თქვენ. ნახეთ, თქვენ ხო გამოცდილება. უკვე იყო რაღაცა პერიოდი, არ აქვს მნიშვნელობა ამასთან ურთიერთობაში, მით უფრო თუ ამასთან, შეიძლება ეს ადრე. სხვა ურთიერთობა, თუ ახალი ვისთვისაც არის, ხო? ამიტომ უკვე სხვანაირად მოიქეცეთ, გამიგეთ? სხვანაირად, თქვენ გაქვთ გამოცდილება. ამიტომ თქვენი ფასი, რა ქვია, ძველი სცენარიები არ გაიმეოროთ, გამიგეთ? ძველი სცენარიები არ გაიმეოროთ, გამოდით იმ ძველი სცენარიებიდან, რომელიც თქვენ უკან გხევდნენ, მიხვდით? და გადეთ ახალში, სხვანაირად მოიქეცით და ჩქარობთ ხოლოდ. ჩქარობთ. მოვლენებს ასწრებთ და ისე რა ქვია, მიეცეთ საშუალება, რომ სიტუაცია თავისით განვითარდეს, გამიგეთ? თავისით უნდა განვითარდეს აქ სიტუაცია. კი, უეჭველი, კი, იროხა, აი, всё. გამიგეთ? აქ იქნება სიტუაცია, პრინციპი თქვენ ერთი რამე უნდა იცოდეთ, რომ თქვენ აქ იზრდებით, გაურბი ხართ იმ გაკვეთილებს, რომელიც თქვენს უნდა მიიღოთ. ეგაც იცოდეთ რა, გაურბი ხართ. სხვანაირად შეხედეთ ყოველთვის სიტუაციას, მოვლენებს ასწრებთ, გამიგეთ? შეინარჩუნეთ თქვენი, ეს რა ქვია, აქ შეიცვლებით თქვენ ძალიან მაგრად შეიცვლებით, გეუბნებით რა. უფრო სიბრძნე თქვენ აქ უფრო ჭკვიანი ხართ. ჩართეთ ეგა. მით უმეტეს თუ გინდა თქვენ დაუშვათ, რომ სიტუაცია წავიდეს ოჯახში, ეგრევე დაიწყებთ ამ ლაპარაკს და კიდე ჩართავთ ოჯახურ თემას. ნახეთ, ახალი ვინც ხართ, თუ არა ხართ თქვენ ცოლი, თუ არა ხართ, ჩართავთ თქვენ აქ ცოლს. ეს სხვა თემა.
იმიტომ რომ აქ გოგოებს ეგ მომენტები დაიწყებენ და პირველი მეორე კამპოთ, ნასკები გაურეცხეთ, რუსიკი ჩამოკიდა, всё. და ახლა მეტი რა უნდა, სექსი მისცა. და ანუ კაცი უკვე შევიდა, ყველაფერი მისცეს, რა თუ უნდა შენთან სერიოზული ურთიერთობა. მე იწყება ყველაფერი, აი ესეც იცოდეთ. და ისე აქ იქნება, აქ სხვა სცენარებში შედეთ, სხვანაირად მოიქეცით რა. და ანუ რა მომავალი არის, ხო, შეიძლება თქვათ ახლა გელოდება ახალი, აი აქ ახალი გზა, განახლებული არის აქ, კი. აქ სხვათა შორის ხანძლივი ურთიერთობა გექნება, ძალიან ისეთი, რომ ეს ადამიანი თუ პირველი, თუ ახალია, ესე იგი თქვენ ძალიან გულში, თქვათ, ჩაგივარდებათ ეს ადამიანი და თვითონაც ეს ადამიანი სხვათა შორის აი გულით გიღებთ თქვენ და აქ მართლა გადავა ეს ადამიანი პასუხისმგებლობასაც აიღებ. აი კარგი ხანძლივი ურთიერთობა იქნება სხვათა შორის და ძალიან კარგი სასიამოვნო ისტორიაც იქნება. ძალიან. ახალი კიდე პენტაკლების ტუზი გეუბნებით. აქ არის რაღაცა ისტორია, რომელიც ნამდვილად იქნება მშვიდი წყნარი, ახალი განახლებული, შეცვლილი და ხანძლივი. აქ ხანძლივი ისტორია იქნება, ნახოთ ორიანი აქ როგორ დავამჩათ ასევის. როგორ დარჩა. კი. აქ როგორ არის იცით, როცა შენ მიხვდები, რომ ეს ადამიანი ჩემია, მიყვარს და ძალიან აი რაღაც ზოგისთვის და შვილის შეიძლება გეყოლოთ, თუ ვისესაც მნიშვნელოვანია. ან თუ არ ყავდათ, იცოდეთ, რომ აქ შვილი გეყოლებათ. ეს ვისესაც აქტუალური არის. უეჭველი შემიძლია გითხრათ, მაგრამ აქ არის ისტორია ხანძლივი, კარგი, თუ განახლებულია, დააკვირდით უბრალოდ თქვენს მამაკაცს და ნახავთ თქვენ ახლა როგორი ცვლილება გელოდება ჩემო ლამაზი, მე რა თქმა უნდა ამას გისურვებ მთელი გულით და სულით.